გამარჯობა, მე ისევ თავკო ვარ. პირველ რიგში მინდა წინა ვიდეოს გამოხმაურებაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ბევრად მეტი ნახვა ქონდა ვიდრე იმის წინა ვიდეოს და ეს ძალიან მიხარია. ამ ეტაპისთვის 660 ნახვა აქვს და 220 გამომწერი ვყავს. ანუ 20-ზე მეტი გამომწერი მომემატა და ძალიან მაგარია. ეხლა რომ წარმოვიდგენ რომ 660 ადამიანი აი აქ ზის და მისმენს, მაგრამ მეშინია. ხო და დღეს რა გადასვლა? დღეს ზუსტად აი ამ შიშებზე მინდა ვილაპარაკო. ვინც არიცით, მაგრამ ალბათ ვინც ვიცნობს იცით, რომ მე ვარ ინტროვერტი. მე მიყვარს სახლში ყოფნა. შემიძლია კვირები ისე გავიდეს, რომ ვიყო სახლში. შემიძლია მთელი დღე ვიჯდე, ვიწვე, არაფერი ვაკეთო გარდა სკროლვისა. რა მეცინებს? ეს არის საშინელი მდგომარეობა. ეს არის სრული კატასტროფა. ამაში ჩემს თავს ვადანაშაულებ, რა თქმა უნდა, 99%-ით. თუმცა, ის 1% იმხელა გავლენას ახდენს პირადად ჩემზე, რომ ამ 99%-ზე აღარც მეფიქრება. და ის 1% არის გარემო, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ეს გარემო ჩემთვის იმდენად დამთრგუნველია, რომ როგორც უკვე გითხარით, აღარ ვაქცევ დანარჩენ პროცენტებს ყურადღებას. მაგრამ შენობაში მაინც ჩემი ბრალია, ჩემი ეს მდგომარეობა. მოკლედ, არ ვიტყვი ხარ, რომ დეპრესიაში ვარ, მაგრამ შეიძლება ვარ, არც ვიცი. მაგრამ შფოთვები მაწუხებს და პანიკური შეტევებიც უფრო მეტად მქონდა ადრე. პირველად რომ პანიკური შეტევა დამემართა, ვიყავი გერმანიაში და მაშინ არ მეგონა, რომ პანიკური შეტევა იყო ეს. გეტყვით ახლა რას ვგრძნობდი და როგორ მოხდა. სინამდვილეში ეს გაგრძელდა რამდენიმე წამი, მაგრამ მე მეგონა რომ რამდენიმე წუთი ხდებოდა ეს. მოკლედ, მუშაობას მოვრჩი, სახლში გავდივარ და მომენტალურად გავითიშე, ავკანკალდი, დამიფნელდა თვალებში. ანუ მეგონა რომ გული მიმდიოდა, რაღაც მეჭირა ხელში დამივარ და ვერაფერს ხედავდი, ვერაფერს ვგრძნობდი. წავედი, სადღაც გავედი. მაგრამ იმ დროს რა თქმა უნდა ვერ მივხვდი რომ ეს იყო პანიკური შეტევა. მერე მეორე დრო დამემართა და მერე მესამე დრო დამემართა. აი მერე მივხვდი რომ მოიცა. ეს პანიკური შეტევა ხომ არა? კი, ეს იყო პანიკური შეტევები სამწუხაროდ. თუმცა მე მაქვს ის ცუდი თვისება რომ არ მინდა მოვიძიო ინფორმაცია და არ მინდა ვიპოვო გამოსავალი, როგორ აღმოფხრა ეს პრობლემა, იმიტომ რომ თუ ამ პრობლემის აღმოფხრის გზებს ვიპოვი, ისეთი გზები უნდა ვიპოვო, რაც მხოლოდ მე შემიძლია გავაკეთო და სხვას არ ვთხოვა დახმარება. იმიტომ რომ სხვისთვის დახმარების თხოვნა ჩემთვის არის სრული არ შემიძლია. არანაირი დახმარების თხოვნა არ შემიძლია. მე მგონი, აი, ვიღაცას რო რაღაცას ვთხოვ, მგონია რომ რაღაც ჯოჯოხეთში პლუსები მეწერება თუ რა ეს აი ვიცი ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება არავინ არ უნდა მოიქცეს ესე მაგრამ მე ვერა ვარ ბოდიში ჩემ თავთან პირველ რიგში ვიცი რომ ვერა ვარ მაგ მხრივ მართლა დებილურად ვიქცევი უაზრობა უარესდება ყველაფერი მაგრამ არ შემიძლია და რა გავაკეთო არ შემიძლია კიდევ ადგომა და გარეთ გასვლა ან რაღაცის კეთება. აი როგორც უკვე გითხარით, შემიძლია მართლა მთელი დღეები, კვირები, ვიჯდე, ვიწვევ, სკროლო, არაფერი ვაკეთო. როდესაც მარტო ვარ. თუ ვიღაც არ მოვიდა და ძალით არ მაყენა და არ გამაკეთებინა, არ მთხოვა რომ ძალიან თხოვ ჩამოდი, გამოდი, ძალიან თუ არ მთხოვა რა. ვერა ვდგები. მე ვიცი რომ აი რაღაცა ცუც ვაკეთებ, როდესაც სკროლავ და ვიაზრებ, რომ ეხა უნდა ადგე თაკო და რაღაც გააკეთო, იმიტომ რომ ეს შენ მდგომარეობას აუარესებს, მაგრამ ვერ ვდგები, ხო? გჯერა? ჩემი გჯერა? ვერ ვდგები. მართლა ვერ ვდგები. ეხლა ცოტა აქტიურად ვსაუბრობ, მაგრამ სინამდვილეში არ არის ესე. ძალიან საშინელებაა. ეს მდგომარეობა არის საშინელება. არც ვიცი რა მჭირს. ხო და რა გავაკეთო, რომ გავიგო რა მჭირს, რა მინდა, საიდან მოვდივარ, საით მივდივარ. ამ კითხვით მომედი თქვენთან, როგორ გავარკვიო ეს ყველაფერი, ხო არ იცით შემთხვევით. გერმანიაში რო ვცხოვრობდი, არ ვიცი დეპრესიაში ვიყავი თუ არა, მაგრამ რა თქმა უნდა შორს რო ხარ და აქ შენთან, შენს ოჯახში შენს ქვეყანაში ამდენი რაღაც რო ხდება, შორს რო ხარ ეს ასმაგად უარესდება ეს შენი მდგომარეობა. და ეს ასმაგად გაუარესება ნიშნავს შენი მენტალური ჯანმრთელობის ასმაგად გაუარესებას.
და ვერაფერს აკეთებ, ფიზიკურად ვერაფერს აკეთებ, რომ რაღაცა უკეთესობისკენ წაიყვანო. და ეს გრძნობა არის სრული კატასტროფა, მართლა არავის არ უსურვებ, მტერსაც კი არ უსურვებ ამ გრძნობის განცდას. მართლა. ეს ყოფილა არ ვიცი. საშინელება. მერთო ჩემო, ჯვარი გწერია. ხო და იქ რო ვიყავი, რაღაცებს კი ვუყურებდი მენტალურ ჯანმრთელობაზე, პოდკასტებს ვუსმენდი, მაგრამ არ მინდოდა რომ შემეშვა და გამიაზრებინა. იმიტომ რომ მარტო ვიყავი და მეშინოდა. ზოგადად ძალიან შიშარა ვარ. მაგ მხრივ. ანუ შეიძლება გოლის არ მეშინიან და რაღაცის. მაგრამ აი მენტალურ ჯანმრთელობას რაც ეხება, ყველაფრის მეშინია, ძალიან მართლა ძალიან მეშინია ყველაფრის ჩემ და სამწუხაროდ. არ ვარ ის ადამიანი, ვინც მარტივად ნებდება ან ნაბიჯებს არ დგამს, პირიქით ნაბიჯებს ყოველთვის დგამ, იმიტომ რომ ჩემთვის შემორტყო ხომ, კაი, ეხა როდემდე უნდა იყო ეგრე, მიდი რა რაღაც უნდა გააკეთო. ეს ოღონდ როდესაც სხვაც მეხმარება ამაში, თორე მარტო რომ იმიშვა, მიდი. საშინელება, აი მაგარი ცუდი ვარ მაგ მხრივ რა. ეგ მაქვს ძალიან უარყოფ. Red flag. Red flag არ არის, მაგრამ ეგ არის ძალიან საშინელი თვისება მართლა, რომ არ შემიძლია დახმარების თხოვნა და მარტო როდესაც ვარ არ შემიძლია რაღაცის გაკეთება და სწორედ აქედან გამომდინარეობს კიდე ის, რომ მაქვს მარტოობის შიში. აი, ყველაზე დიდი შიში რაც მაქვს არის, რომ მეშინია, რომ მთელი ცხოვრება მარტო არ ვიყო. იმიტომ რომ ეხა ინტროვერტი ვარ, მაგრამ მარტო ყოფნა არ მიყვარს, იმიტომ რომ ვიცი ეს ჩემს მდგომარეობას აუარესებს. გარემოს ვიცი რომ აუარესებს, მაგრამ აი მარტო რომ ვარ და ვსკროლავ, ეს ჩემს მდგომარეობას აუარესებს. სხვათა შორის ფსიქოლოგებმა თქვეს და დაამტკიცეს თუ დამტკიცება რა თქმა უნდა. მოკლედ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ 4 საათზე მეტი თუ ხარ სოციალურ მედიაში, ეს არის პირდაპირ კავშირი დეპრესიასთან. და რატომ? სოციალურ მედიას რო სკროლავ, აი მე რომ ძალიან შევყვები ხოლმე სკროლვას, ისეთი რაღაცები მხვდება, რომ ყველაფერზე ვნერვიულობ და ყველაფერზე მეტირება. ადარებ მე შენ თავს იმათ, ვინც იქ არიან, რეალურად ისინი ფილტრებს იყენებენ. არა, ფიზიკურად მე მაგრად მკიდია, ვინ როგორ გამოიყურება და ჩემს ლამაზია თუ არა, მაგრამ ზოგადად მაგალითს ვიძახი რა, რომ ბევრი ადამიანი ეგრეა, რომ საკუთარ თავს ფიზიკურად ადარებს იმ ვიღაცას მოდელს, Instagram თუ TikTok მოდელს და ეს მართლა შეიძლება. კიდევ კარგი ეგეც არ მჭირს. არავის არ ვადარებ ჩემ თავს. არც წონის მხრივ და არც ვისერამ ხელა ის აქვს და ტუჩი და ამ შემდეგ რა, სხვა არაფერი. ხო, ეგ არ მაქვს. რომ მაგ მხრივ შევადარო. მაგრამ მაგაზე უარესი მჭირს ის, რომ სკროლ, ყველაფერზე მეტირება და ყველაფერზე ნერვიულობ. და ეს აუარესებს ჩემს მდგომარეობას, ესაა სრული კატასტროფა. თორე მაგას ვინ ჩივის, რომ რაღაცა ჩემზე დიდი ტუჩები აქვს და ჩემზე ლამაზი ცხვირი აქვს და ეგ არ მადარდებს. მართლა კარგი ეგეც არ მადარდებს. მაგრამ უარესი რომ მადარდებს, აი ეგ არის საშინელება. ხო და ფსიქოლოგებმა კიდე შემოიტანეს ესეთი დიაგნოზი. სოციალური მედიისგან გადახლა. რაც იწვევს შფოთვებს, პანიკურ შეტევებს, დეპრესიას და ყველა იმ საშინელ მენტალურ ჯანმრთელობის გაუარესებას, რაც ახალგაზრდებში არსებობს. ალბათ არა მარტო ახალგაზრდებში, თუმცა უფრო ხშირად ახალგაზრდებში და ზოგადად მსოფლიოში. მართალია საქართველოში ახლა საშინელი მდგომარეობაა და ყოველთვის საშინელი მდგომარეობა, იმიტომ რომ სულ აქციებია, სულ მიტინგია, სულ ის არის და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორ გინდა რომ კარგად იყო, როდესაც გარეთ რო გადიხარ, იმდენი ხელგაშვერილი ადამიანია ქუჩაში. რა ვიცი რა, მაშინ რა გული უნდა ქონდეს რომ კარგად იყო. არ ვიცი რა ვთქვა მაგასთან დაკავშირებით. მაგასთან დაკავშირებით ცალკე ვიდეოს გადავიღებ. ან არა, ვინმე მდიდარი ადამიანი მინდა მეჯდეს გვერდით და აი მაგ თემასთან დაკავშირებით, სიდუხჭირესთან დაკავშირებით ვისაუბრო. მართლა, მაგრად მინდა. მაგრამ მდიდარს არავის არ ვიცნობ. თუ იმ მდიდარი ხართ, მოდით რა დამიჯექით და საქართველოს სიღარიბეზე და ღარიბ მხარეზე ვისაუბროთ. გაჭირობაზე ვისაუბროთ. ეხლა არ გვინდა. ეხლა დავუდგინოთ ისევ მენტალურ ჯანმრთელობას. ერთ ფაქტს გეტყვით,
რაც დამტკიცებულია და ახალგაზრდების 46%-ს უთქვამს თურმე, რომ როდესაც მოწყენილები არიან, TikTok-ს სკროლავენ ან Instagram-ს. იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდნენ, დრო გაიყვანონ და გაერთონ. ასე ვთქვათ. მაგრამ ეს აბსოლუტურად პირიქით ხდება და ეს 46% მიწევს დეპრესიისკენ. ემართებათ ფოთვები და პანიკური შეტევები და ბევრად უფრო ცუდად გზნობენ თავს, ვიდრე მანამდე იყვნენ. მეც ესე ვარ, მეც შევდივარ ამ 46%-ში. სამწუხაროა ის, რომ როდესაც არაფერს ვაკეთებთ, ვსკროლავთ. ვინ მოიგონა ეს სკროლვა? შეიძლება TikTok-საც აქვს დადებითი მხარეები, რაღაცას სწავლობ, მაგრამ იმდენად ბევრი უარყოფითი თვისება აქვს თუ რავი რაც ქვია, რომ რაღაცში გაინტერესებს ეს დადებითი, ვერ ხვდები. აი, პატარ-პატარა ვიდეოებს რო ეჩვევა ადამიანი, დიდ ვიდეოებს ვაღარ უყურებს. რა პოდკასტებზეა საუბარი და რა საინტერესო ვიდეოებზეა და რა საინტერესო კონტენტის ნახვაზეა საუბარი, როდესაც ურჩევნია რომ 5 წამიანი ვიდეოები ნახოს დღეში მილიონი, ვიდრე რაღაც ერთი საინტერესო შემეცნებითი გადაცემა YouTube-ზე. ეს მართლა საშინელებაა. მეც მანგრევს ეს და ყველას გვანგრევს. მიხარია იმ ადამიანების მაგივრად, ვისაც არ აქვს TikTok-ი, ან ვისაც არ აქვს დრო რომ სკროლოს. მე რომ სოფელში ჩავდივარ, არ მაქვს დრო, მადლობა ღმერთს, ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ რაღაცებს სკროლო. და ეს მართლა მაგრად მახარებს. ამიტომ არ მიყვარს თბილისში ყოფნა რა. სახლიდან მუშაობ და სულ სახლში ვარ და არც არ გავდივარ და ვერსად ვერ გავდივარ და ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვსკროლო, როდესაც რაღაცა დრო მაქვს. და ეს სკროლვა კიდე იმდენად გაკარგვინებს დროს, რომ ვერ ხვდები, როდის დაღამდა. როდის არ გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. ეს არის საშინელება. სკოლაში მასწავლებლები გვეუბნებოდნენ სულ, რომ დრო არის ოქროს ფასი და დრო ზოგადად ერთადერთი ვიტყოდი, რომ ერთადერთი რამეა, რასაც ვერ გავაკონტროლებთ. დროს ვერც გავაჩერებთ და ვერც ვერაფერს ვუზავთ. დრონი მეფობენ რა. მართლა. იმიტომ რომ დრო იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად მნიშვნელოვნად უნდა გამოვიყენოთ ეს ოქროს მომენტები. რომ მე რო წავალთ ამ ქვეყნიდან რაღაც თქვან, მაგრამ მაგიტომ არ უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენ რო წავალთ ქვეყნიდან ვიღაცამ რაღაც თქვას ჩვენზე რა. შეიძლება ეგეც იყოს ერთ-ერთი მოტივი ამ ცხოვრების და რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას და ზუსტად ეგ აზრი აქვს, რომ რაღაც დატოვა შენი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ. თუმცა პირველ რიგში შენ თავს უნდა სეპატივი და ეს შენი ცხოვრება რაც გაქვს და არ იცი რამდენი გაქვს, იმიტომ რომ შეიძლება ერთ წამში აღარ იყო ამ სამყაროში, უნდა გამოიყენოს სწორად. სიკვდილი არის ერთადერთი რამ, რაც გარანტირებული გვაქვს ცხოვრებაში. ეგ ვენამ ვიცით რომ მოვკვდებით, მაგრამ სანამ მოვკვდებით, რას ვაკეთებთ? თავარი ეგ არის. და ცხოვრების აზრიც ეგ არის, რომ სანამ მოვკვდებით რას ვაკეთებთ. იმის შიში რომ შეიძლება ხვალ მოვკვდეთ და დღეს არაფერს გავაკეთებთ, ეს კიდე ბევრად უარესია. ეს შიში არავის არ უნდა კონდეს. პირიქით, ეს უნდა გაძლევოთ მოტივაციას, რომ შეიძლება ხვალ მოვკვდეთ და დღეს უნდა მოასწრო რაღაცის კეთება, რაღაც ღირებულის და ფასეულის, რაც შენც მოგეწონება, შენც გენდომება და სხვებსაც გაახარებ. აბა დღეს მე ვის რა ვარგე? ყოველდღე ეკითხებით თქვენ თავს. მე მაგით ვცხოვრობ. არ გამომდის, მაგრამ მინდა რომ მაგით ვიცხოვრო, მაგ მოტივით, რომ დღეს მე ვიღაცას რაღაც ვარგო. მაგრამ მე საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ თუ რაღაც. ეს მაგას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გინდა რომ გააკეთო რაღაც ღირებული და რაღაც სარგებელი გააკეთო ამ სამყაროსთვის, ღმერთისთვის, შენი ახლობლებისთვის, ვინც გიყვარს იმ ადამიანებისთვის, მაგრამ პირველ რიგში შენი თავისთვის. იმიტომ რომ შენ რაღაც სასიამოვნოს, დადებითს, ღირებულს და ფასეულს აკეთებ, შენს გიხარია და შენს თუ არ გიხარია, ეგ მაშინ არც სასიამოვნო, არც დადებითი, არც ღირებული და არც ფასეული და არც უნდა გააკეთო. მაგრამ ყველამ უნდა ვიპოვოთ რაღაც, რაც მოგწონს და რაც გვინდა რომ ვაკეთოთ სიამოვნებით და რაც რა თქმა უნდა ვფიქრობთ რომ ღირებულია.
და მნიშვნელოვანი საქმეები უნდა ვაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტად რო გვაქვს დარჩენილი. მაგრამ თან იმდენად ცოტად რო გვაქვს დარჩენილი, რომ არც კი ვიცით რამდენი დრო გვაქვს. ეს არის სრული კატასტროფა. ხო და უნდა მოვასწროთ, უნდა ვიმკურნალოთ, მენტალურ ჯანმრთელობას უნდა მივხედოთ, ვიცი რომ ძალიან ძნელია, პირველ რიგში მე ვარ ამის მაგალითი, რომ მიჭირს და აბსოლუტურად ვერაფერს ვაკეთებ ამისთვის, რომ ჩემი მდგომარეობა გავაუმჯობესო. თუმცა უნდა გავაკეთოთ. ზოგადად ცხოვრებაში არაფერი არ უნდა, მაგრამ ის უნდა, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა გაუმჯობესდეთ, განვითარდეთ და მივხედოთ ჩვენს თავებს, იმიტომ რომ ჩვენი თავის გარდა არავის არ ადარდებს, ოღონდ მართლა არავის არ ადარდებს ჩვენი ცხოვრება. არც ჩვენი ჯანმრთელობა, არც ჩვენი მენტალური მდგომარეობა. აი დედამიწის ზურგზე თქვენთვის არავინ და ვერავინ ვერ დაიბადება, ვინც გეტყვით, რომ თაკო, ეხა იცი შენ ძალიან ცუდად ხარ და წამო ის გავაკეთოთ. არა. არ არსებობს ეგეთი ადამიანი. მართლა ფიზიკურად ვერ არსებობს. არავინ არ არის დედამიწაზე. ერთადერთი ხარ შენ, ვინც უნდა ადგე და გააკეთო, რაც გაგაუმჯობესებს. ეს არის და ეს რა. შენი თავისთვის ხარ მხოლოდ შენ და სხვა არავინ. შეიძლება ეს რაღაცნაირად სევდიანიც არის, მაგრამ ფაქტად უნდა მივიღოთ. სხვა გზა არ გვაქვს. მართლა არ გვაქვს. არავინ არ მოვა შენთან. არავინ არ დაგეხმარება არასდროს. აქვე ერთი-ორი სიტყვა მინდა გითხრათ შფოთვაზე. შფოთვა რა არის? ჯერ მაგით დავიწყოთ. შფოთვა არის ტვინის ბუნებრივი რეაქცია სტრესზე ან საშიშროებაზე. შფოთვა როგორც გვიცავს, იმდენადვე გვანადგურებს, რადგან ეს შფოთვები ხშირად ხდება უმიზეზოდ. შფოთვები, აი თქვენ მაგალითად რაზე გემართებათ ხოლმე? მე ისეთ დებილობებზე ვშფოთავ, რომ სასაცილოც კი არის, მართლა სასაცილოც არის რა. ისეთ უაზრობებზე ვნერვიულობ, რომ მე მეწყება ეს ფოთვები ზუსტად. და ეს ხანძლივი ფოთვები ანადგურებს ზუსტად ამ ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას, რაც არის სრული კატასტროფა. რაც ვიცი რომ მე უნდა მივხედო, მე უნდა მოვუარო, მე უნდა გავაუმჯობესო, მე უნდა დავამშვიდო საკუთარი თავი, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არ არის. ეხლა როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ხოლმე ეს ფოთვები? არის რაღაცა ვარჯიშები, მაგალითად სუნთქვები. ან არ ვიცი, ზოგს ბუნებაში გასეირნება შველის, ზოგს მედიტაცია შველის, ზოგს ვიღაც ადამიანები, მეგობრები შველიან, ზოგს ფსიქოლოგთან ლაპარაკი. მე მეშინია, რომ გავიგო რამ შველის. და ეს პლუს კიდე დამატებითი შფოთვა. და პლუს კიდე დამატებითი უაზრობა. მაგრამ დებილობა არ არის, რომ მეშინია რომ რაღაცა არ ვიცი. აი მართლა სრული საშინელებაა რა. აი კიდე ამ შფოთვას რაც კიდე აუარესებს, არის overthinking-ი, გადაჭარბებული ფიქრები. იმდენ როგორც უკვე გითხარით, მარტო რომ მაშინ ვარ ყველაზე ცუდად, ეს გადაჭარბებული ფიქრები ისეთ უაზრო თემებზე მემართება ხოლმე, რომ სასაცილოც აღარ არის უკვე სატირალია მართლა. შემიძლია ისეთ რაღაცას დავფიქრდე, რომ ეს არც მომხდარა, შეიძლება და არც მოხდეს არასდროს, მაგრამ მემართება overthinking-ი, მემართება მერე შფოთვა, ეს ასე რომ ყოფილიყო, ან ეს ასე რომ იყოს, რა მოხდებოდა, რა. Don't do that. არავინ არ ქნათ ეგრე მართლა. ეს არის სრული კატასტროფა. ამას მოყვება, მერე ამ overthinking-ს მოყვება უცილობა, უენერგიობა, ცხოვრების ხალისის დაკარგვა და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჩემ შემთხვევაში, მაგ დროს არის ყველაზე ტოპ, ყველაზე გაუარესებული და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ვარ მარტო. ხშირად ვარ მარტო. შეიძლება ვწუხაროთ, ეგრე მიწევს. თუმცა რას ვიზამთ? ნუ არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვუზამ მე. თქვენ უნდა ქნათ. არა, მეც ვუზამ. აი გპირდებით, რომ დღეიდან დავიწყებ, არა, ვერ დაგპირდებით, მაგრამ იმას დაგპირდებით, რომ ვეცდები, რომ დავიწყებ როგორ
გაუმჯობესოთ ჩემი მდგომარეობა, მოვიძიებ ინფორმაციებს, გავაკეთებ იმის თქვით ვარჯიშებს, მედიტაციაც ძალიან მინდა, ვარჯიში მინდა ძალიან, მთელი ცხოვრება მინდა ვარჯიში რა. მაგრამ ვერასდროს მოვითავი. კი, ეს უმიზეზოდ არ ვაკეთებ, რომ ეხლა კი ყველაფერი მაქვს, უბრალოდ ვერ მივდივარ დარბაზში, ეგრე არ ვარ, იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს მაგისთვის რომ წავიდე დარბაზში. მაგრამ კიდე დარბაზში რომ წავიდე და იქ ვივარჯიშო, იქ ცალკე ფოტოები დავიმართება, იმიტომ რომ რაღაც აპარატები კი არა, რა ქვია მაგას. რაც ვარჯიშობენ რა? ტრენაჟორები, ხო? რაღაცები არ ვიცი როგორ გამოვიყენო. და ეს რაღაცები რომ არ ვიცი, ეგრე ვერსად ვერ წავალ რა. მაგალითად, დაბადების დღეზე რომ მემპატიჟებიან, უნდა გავიგო ვინ იქნება იმ დაბადების დღეზე, რომ წინასწარ რაღაცა მოემზადო, ვის როგორ შევხვდები. ან მაგალითად, სად მემპატიჟებიან, არ აქვს მნიშვნელობა. ან სად მემპატიჟებიან კი არა, გასაუბრებაზე რომ ეძახიან რა. მაგ კომპანიის ეხლა აღარ დავდივარ, მაგრამ როცა დავდიოდი გასაუბრებებზე, მაგ კომპანიის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი მინდა გამოვიძიო, ვინ როგორია, რა გარემო აქვს, სად რა ყვავილი დევს, დივანი სად დევს, ფანჯარა სად არის, აივანი სად არის, ინსტაგრამი, ფეისბუქი, ყველაფერს ვსკროლავ, ყველაფერ მაქსიმალურ ინფორმაციას ვიძიებ, რომ მივიდე, რომ ცოტა ნაცნობი გარემო დავხვდეთ. ესე ჰაერზე ვერ მივალ, იმიტომ რომ ჰაერზე რომ მივიდე, მე სხვა წარმოდგენა რომ მქონდეს და სხვა დამხვდეს, ეგ ეგ საშინელება, სხვა წარმოდგენა რომ აქვს რაღაცას და სრულად სხვა მხდება, მე მეშინია ხოლმე. მე ვიწყებ ნერვიულობას და შფოთვას. ეგრე ვიყავი, აქ რო ჩამოვედი. იქ რო ვიყავი, ყველაფერი დალაგებული მქონდა, თითოეული საათი, წუთი, წამი, რა, როდის, რა უნდა გამიგე, სად, რანაირად უნდა გამიკეთებინა, მაგრამ რო ჩამოვედი, არაფერიც ეგრე არ გამიკეთებია. და ეგ ძალიან დიდი გულისწყეთა მაქვს ჩემს თავში, ჩემი თავის მიმართ, ჩემი თავის მიერ, რომ ისი არ გავაკეთე, როგორც დაგეგმილი მქონდა. უბრალოდ ისი არ გამოვიდა, თორემ მე გავაკეთე, მაგრამ არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა. რას ვიზამთ, ესეც ხდება ხოლმე, ეს არის ცხოვრება, ჯერ პატარა ვარ, მაგრამ სხვადასხვა ამას რო ვიძახით, რომ ჯერ პატარა ვარ და წინ კიდე დიდი დრო მაქვს, შენ რა იცი რა დრო გაქვს დარჩენილი? ხო თქვი ეგ უკვე სიკვდილზე. შენ რა იცი რომ რა გარანტია გაქვს რომ ხვალ გაიღვიძებ? არანაირი. ამიტომ ისეთი რაღაცები უნდა ვაკეთოთ ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმის შექონდეს, რომ ხვალ შეიძლება აღარ იყო და დღეს ამას გავაკეთებ და ამას მოვაწრებ. ყოველ დღე ჩამიაზრეთ, ესე უნდა ვაკეთოთ, არ ვიცი. გონი ესე სწორი იქნება. შეიძლება არც. შეიძლება ეხლა ძალიან ბევრი ვიბოდიანე და მაგათაც ვფიქრობ, მაგრამ ამ ვიდეოს თავარი აზრი არის ის, რომ გადავდგი ნაბიჯი და ვილაპარაკე. და რა ვილაპარაკე, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდე რაღაცებს გავაკეთებ ამისთვის. ეს აბსოლუტურად უეჭველი მაგას ნიშნავს. და თქვენ მინდა გითხრათ, რომ თუ მართლა თუ ეხა ისეთი ნახვები იქნება რაც წინა ვიდეოს, თუ ხართ ვინმე ისეთი ვისაც მსგავსი გამოცდილებები გქონიათ, შფოთვები, პანიკური შეტევები, დეპრესიაში ხართ, მაინტერესებს თქვენი ისტორიები ძალიან. თუ კომენტარში ვერ მიწერთ, აღწერეთ, ჩემი ინსტაგრამი იქნება, private account მაქვს და არავის ბაფოლოები, ანუ არავის ვადასტურებ ხოლმე რომ დამოფოლოონ, მაგრამ ეხლა დაგეთანხმებით მართლა, თუ ვინმე გამოგზავნის დაგეთანხმებით და გამიზიარეთ თქვენი ისტორიები. მართლა ძალიან მაინტერესებს. და მაინტერესებს როგორ აღმოფხვერით ეგ პრობლემა. შეიძლება ეხლა დაგეწყოთ მსგავსი ისტორიები, ეხლა უარესდება მდგომარეობა. ეგეც მაინტერესებს. შეიძლება მეც დაგეხმაროთ რაღაცაში. ერთმანეთს დავეხმაროთ რა. თავი ხო ეგ არის. სულ მიწერია აღწერაში, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. ხო, სიყვარული და პატივისცემა გადაარჩენს ამ ქვეყანას კი არა მსოფლიოს. ამ ქვეყანას განსაკუთრებით გადაარჩენდა სიყვარული და პატივისცემა. მაგრამ არავინ არ იცის, ეგორი თვისება. არავის არ აქვს. და არ იციან რას ნიშნავს, არც სიყვარული და არც პატივისცემა. სამწუხაროდ. ხო და იმ თემაზე, რომ ქვეყნის გასაჭირზე და სიღატაკეზე და სიდუხჭირზე ვისაუბრო, ვიღაც მჭირდება, დიდარი ადამიანი, მართლა მდიდა, ბევრი ფული რო აქვს რა. ეგეთი მდიდა, ფინანსურად დიდარი ადამიანი მჭირდება, რომ ვიღაცას ველაპარაკო. და რატომ დიდარი? იმიტომ რომ მაინტერესებს მათი აზრი. საინტერესო იქნება ჩემი აზრით. ხო და ვინ მდიდარი თუ მიყურებთ, გელოდებით, ჩემი სახლის კარი თქვენთვის ღია.
ვბრძანდით, ვისაუბროთ, იმიტომ რომ მინდა მაგ თემაზე საუბარი. მარტო არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მარტო მე დავიწყებ ნერვიულობას და ვიდეო გამოვა შფოთვითი. ხო და კარგი, ეხლა მოკლედ თქვენთან კითხვით დავასრულებ ამ ვიდეოს. თქვენი აზრით შფოთვები მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება რამ ხელა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე? მაინტერესებს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა რომ იყოს წესრიგში? იმიტომ რომ ეს რატომ მაინტერესებს ისეთ? იმიტომ რომ ადრე დიდი ხალხი ამბობს რომ ადრე სულაც არ იყვნენ ფსიქოლოგები და მაინც კარგად ვიყავით. ვიცი რომ სისხლელია. მაგრამ მაინც მაინტერესებს. თქვენი აზრით აი მართლა ესეთი მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობა? თუ უბრალოდ ეხლა გაჰაიპდა? თქვენი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხო და დამიწერეთ კომენტარებში ან ინსტაგრამზე მომწერეთ. მადლობა. ნახვამდის 660 კაცს ვემშვიდობები, 200-ს მაინც მინიმუმ და იმედი მაქვს კიდევ მომემატება გამომწერები და იმედი მაქვს რაღაცები უკეთესებისკენ წავა ამ ვიდეოს შემდეგ. და შემდეგი თემა იქნება ჩემი აზრით ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით ყველა თემა საინტერესო არაზეც არ უნდა ისაუბრო. ხო. კარგი. ნახვამდის.